მოგესალმებით. ეს საჭირო პოდკასტია. მე დაჩი ლოლაძე ვარ. მე კი მარიამ ნამგლაძე ვარ. დღეს ისევ შევხვდით ერთმანეთს საჭირო პოდკასტში. ჩვენ ართოლიდან ვართ. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ. ყალბი ინფორმაციაზე და იმაზე თუ როგორ გავარჩიოთ ინტერნეტში სიმართლე ტყუილისგან. უამრავ ინფორმაციას ხვდებით ინტერნეტში, ფოტოებს, ვიდეოებს და გონია რომ მართალია და რეალურად ნახევარზე მეტი ტყუილია. შენ თუ გქონია ისეთი შემთხვევა რომ რაღაც წყარო წაგიკითხავს და მეორე ტყუილი აღმოჩენილა? კი, ყოფილა ეგეთი შემთხვევა, ერთი პერიოდი თუ დააკვირდი, გავრცელდა რაღაც სკოლებზე რომ ახალი კანონი შემოდის, მაგრამ რეალურად რო გადავამოწმე ეს წყარო საერთოდ ტყუილი იყო. მეც შემხედრია ეგეთი რაღაც, ოღონდ ფოტოები მინახავს თუ ვიდეოები და აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო ან საერთოდ სხვა დროს იყო გადაღებული და სულ სხვა რაღაცას ასახავდა ეგ ვიდეოები. და როგორ გავიგოთ სიმართლე? ზუსტად ამისთვის ყავს სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი ლიანა მარქარიანი, ჟურნალისტი, მედიამკვლევარი. და მასთან ერთად გავარკვევთ, როგორ იქმნება ყალბი ინფორმაციები, რატომ ვრცელდება ასე სწრაფად და როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან გიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ აქ ხართ და დავიწყოთ. გვაინტერესებს რატომ იქცა თანამედროვე სამყაროში ესეთი დიდი პრობლემა ეს ყალბი ნიუსები, ამპები. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მე საერთოდ მიყვარს ასე დაწყება. თანამედროვე სამყაროს პრობლემა არ არის ეს. ძალიან დიდი ისტორია აქვს დეზინფორმაციას და ყველაზე საინტერესო ხოლმე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის არის ის რომ ვამბობს რომ ეს მოდის ჯერ კიდევ ძველი რომის იმპერიიდან. ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ძალიან საინტერესო შემთხვევა არის ერთი, რომელსაც მე მოგიყვებით, მაგრამ ზოგადად ყალბი ინფორმაციის უფრო აქტიურ გავრცელებას შეუწყო ხელი სოციალურმა მედიამ. თორემ მისი სხვადასხვა ფორმა წლების განმავლობაში არსებობდა. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში პრესაში იყო ძალიან გავრცელებული პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია. მანამდე როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა პერიოდში პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ესპანეთის ომი იყო და მაშინ ეს ყველაფერი ცნობილი იყო როგორც ყვითელი ჟურნალისტიკა. ეხლა არ ვიცი, ალბათ ხსმენიათ ყვითელი ჟურნალისტიკა ცოტა სხვა შემთხვევებში გამოიყენება ხოლმე, მაგრამ ადრე ყალბი ინფორმაციას ყვითელ ჟურნალისტიკას უწოდებდა. და კიდევ უფრო უკან თუ წამოვალთ, უკვე აი ძველ რომში ეს ისტორიულად დაფიქსირებული არის ყალბი ინფორმაციის მაგალითები და სხვათა შორის ეგვიპტეშიც, იმიტომ რომ მაგალითად ფარაონებს კლეოპატრა გეცოდინებათ, ეს ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ან ტუტანჰამონი, მათი ფრესკები, მათი ნახატები, რომლებიც შემორჩა ისტორიას, ხო? ყველა არის ცოტა შელამაზებული. ანუ თავიანთ ლიდერებს მაშინ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ უფრო ლამაზად ხატავდნენ, კაშკაშა ფერებით, რაღაც სხვა ფერის თვალებით და ასე შემდეგ. აი უკვე მაქედან იწყება ყალბი ინფორმაციის ეს ტენდენციები. მაგრამ ზოგჯერ ეს ყალბი ინფორმაცია ნეგატიურია და ძალიან ცუდი შედეგებით მთავრდება და მიზანი აქვს ნეგატიური, ზოგჯერ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი. და აი უკვე ფორმების მიხედვით განსხვავდება თანამედროვე ეპოქაში, რომელს გამოიყენებ და რისთვის იყენებ. და ძირითადად ისეთი ამბების რატომ სჯერა ხალხს, რომელიც საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე? ეს ძალიან საინტერესო კითხვა, ამაც ესე არ მიფიქრია, რატომ სჯერათ. ზოგადად აყალბებენ რას? და რატო აყალბებენ, ესეც მნიშვნელოვანია. გაყალბება ხშირად იმისთვის ხდება ზუსტად რომ ადამიანებმა გააზიარონ. დღეს უკვე სოციალურ ქსელში მიზანი აქვთ, რომ მეტი გაზიარება მეტ შემოსავალს ნიშნავს რიგ შემთხვევაში. მეტი ადამიანი გადავა რაღაც კონკრეტულ გვერდებზე, მეტი ესეთი ვიზიტორი ექნება, ეგრეთ წოდებული ინგეიჯმენტი, ლაიქები, ასე ვთქვათ, ნახვები, ნახვები გაიზრდება, ხო? შემოსავალიც შესაბამისად იზრდება. მეორე შემთხვევაც არის როდესაც უბრალოდ გვინდა რომ კონკრეტული ამბავი ბევრ ადამიანთან მივიდეს. ეს მეორე შემთხვევაა. მიზნისგან გამომდინარე განსხვავდება ისის თუ რატომ ხდება და როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუ უნდათ რომ მეტმა ადამიანმა გვერდი ნახოს და გვერდზე გადავიდეს, სათაურები არის ხოლმე ისეთი, რომ დღეს მაგალითად დინარე მტკვარი ისე ადიდდა რომ რაღაცა წალეკა იქაურობა. დააწკაპებ, გადადიხარ, არაფერი ასეთი არ ხდება. რაღაცა ერთი წვეთი გადმოცემდა აქეთ, მაგრამ რა არის პირველი შეხება სათაურის? ეს ყალბი ინფორმაციის ერთ-ერთი ფორმაა. შენც ამბობდი, რომ მაგალითად ვნახეთ ძველი არისო, ძველი ფოტო. ეს სხვა ფორმაა ყალბი ინფორმაციის. ეხლა მაგაცაც მოგახსენებთ მე, იმიტომ რომ სულ 7 ყალბი ინფორმაცია არსებობს. პირველი არის მაგალითად, როდესაც
დღევანდელი თარიღით ძველი ამბავი მოგვაწოდეს. აი შენ რაც თქვი დასაწყისშივე. მეორე არის, როდესაც სათაურში სხვა წერია, გვერდზე გადადიხარ, მსგავსი არაფერი არ არის. ეს არის, როდესაც არ ელინკება, არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან. მესამე არის, როდესაც კონტექსტი არის არასწორი. შეიძლება კითხულობ, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შინაგანად რაღაცა სხვა ილექება. სკოლაში ასწავლიან აი კონტექსტი, ძალიან კარგი სიტყვა არის და ცნებად ზოგადად ასეთი. მეოთხე არის, როდესაც სრული გაყალბება, არაფერი არ არის ნამდვილი, არც ფოტო, არც სათაური, არც ჩინაარსი. შემდეგი არის манипуლაციური, როდესაც სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ манипуლაციურად არის წარმოდგენილი. აი ტუტანჰამონის ფოტოსავით. არსებობს ადამიანი, მაგრამ სხვანაირად არის ხო წარმოჩენილი და არის კიდე ფორმა, რომელსაც ბევრი არ აღიქვამს ყალბ ინფორმაციად და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სატირა ან კომედია. ეხლა თქვენი თქვით, როგორ შეიძლება ვიღაცა მაგალითად კომედია აღიქვას რეალობად. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ პირობითად აი პრეზიდენტს აჯავრებს ადამიანი, ან სხვა ნებისმიერ ცნობილ პირს. არიან ადამიანები, ვინც კომენტარებში წერს, რომ ეს ნამდვილი სახეა. ნამდვილი. მაგალითად, ერთი პერიოდი დონალდ ტრამპის სატირა და კომედიური ესეთი ვიდეოები ვრცელდებოდა ქართული კომედიური გადაცემების მხრიდან. საზოგადოებას ეგონა, რომ ეს ნამდვილი დონალდ ტრამპი იყო. იგულინეს და მთელი კომენტარები ამით სავსე იყო. ამიტომ ზოგჯერ რომ გონია, რომ ეს შეიძლება ვინ იფიქრებს, რომ ეს ახლა ყალბი ინფორმაცია, მაინც ფიქრობენ და მე ამიტომ უკვე აზიარებენ, იმიტომ რომ საინტერესო თემებს ეხება ყოველთვის. მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა ნიშანი, რომ აი ყალბი ინფორმაციაა და მივხვდეთ მარტივად. აუცილებლად არსებობს, ყოველთვის არსებობდა და ყველა ფორმას თავისი მიხვედრის ნიშანი აქვს. საერთოდ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მგონი ამ პოდკასტის, იმიტომ რომ რაც მეტი მოისმენს, მეტი მიხვდება, რა შეიძლება სიყალბე იყოს. მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მაგაზე მე ცალკე გითხავთ ალბათ და მეც მოგიყვებით. მაგალითად, როდესაც ტექსტი არის გაყალბებული, ზოგადად ყალბი ტექსტი თუ არის, ყოველთვის აქვს სტილისტური, გრამატიკული შეცდომები შიგნით. ესეც კვლევებით არის დადასტურებული. იმიტომ რომ იმ ყალბი ინფორმაციის მიზანი არ არის რომ შენ ინფორმაცია მოგაწოდოს, ან გაგანათლოს, ან რაღაცა დამატებითი წარმოუდგენა შეგიქმნას გლობალურ პრობლემებზე და სამყაროზე. სწრაფად სჭირდება რომ დაიწეროს გამოაქვეყნოს, უნდა იყოს სენსაციური და სულ არ აინტერესებს, ახლა მძიმე იქნება სწორად, იქ ბრუნვები იქნება სწორად თუ არ იქნება. 100-დან 90 შემთხვევაში კორექტურა და სტილისტური შეცდომები არის ქართულ ენაში დაშვებული. სათაურშიც კი. ანუ თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ან ხელოვნური ინტელექტის დაწერილია და ქართულს ვთქვათ ვერ გაართვა თავი, ან ადამიანმა უბრალოდ იმ სიჩქარეში ვერ გააკეთა ეს. ეს ტექსტის შემთხვევაში. და ყოველთვის ყალბი ინფორმაცია შინაარსობრივად ან ძალიან პოზიტიურია, სენსაციურად პოზიტიური. მაგალითად, კოვიდის დროს იყო ესე. ქართველებს არაფერი არ დაემართება, ჩვენი სისხლის კოდი განსხვავებულია. გადახვიდოდი კომენტარებში ხალხს მართლა სჯეროდა და ვიღაცა წერდა მე ნახევრად ქართველი ვარო და ჩემზე იმოქმედებს ეს ყველაფერი. ანუ ხო სასაცილოა რეალურად, მაგრამ მართლა არსებობენ ადამიანები, ვინც ჯერავს. მე მეორე ის საერთოდ სასწაული იყო. არსებობს კბილის პასტა, რომელიც დაგიცავთ COVID-19-ისგანო. ეს მსოფლიო კვლევებში მოხვდა ეს შემთხვევა. და კომენტარებში ხალხი წერდა კიდე, რომ სპეციალურად არ ამბობთ ბრენდს, რომ ყველა არ გადავრჩეთ. რომელი არის? ანუ გადაჭარბებულად ესეთი სენსაციური ამბები, მიდრეკილია ხოლმე, არასდროს ნამდვილი ჟურნალისტი არასდროს არ დაწერს. საოცარი ამბავი. არ ხდება. და მესამე შემთხვევა იყო კიდე ძალიან პოპულარული, როდესაც ლიმონის ნახარში დალია 15 ადამიანმა ძალიან ცხელი, იმიტომ რომ ამბავი იყო, რომ ლიმონის ნახარში ყურნავს COVID-19 და დამწრობებით მივიდნენ საავადმყოფოებში, იმიტომ იმდენად ცხელი ნახარშები მიიღეს, რომ მთელი მიდამო პირის ღრუს და ყელი გადაეწვა ხალხს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ნეგატიური გავლენა აქვს ყალბი ინფორმაციას. მაგრამ როდესაც რაღაცა ინფორმაციას ვავრცელებთ, ხო სამი შემთხვევა არის. ბარემ ამაზეც დეზინფორმაცია, მისინფორმაცია და მალინფორმაცია. ახლა მალ სიტყვა ესპანურიდან, ლათინურიდან ითარგმნება როგორც ცუდი, პირდაპირ ნეგატიური და ნიშნავს, რომ შენ ავრცელებ ამ ინფორმაციას აპრიორი ნეგატიური ზრახვებით.
მეორე არის დეზინფორმაცია ყოველთვის არ არის რომ მიზნად ვიღაცის მოტყუებას ისახავს. შეიძლება შემთხვევით მოგივიდეს. შეიძლება უცოდინრობისგან მოგივიდეს, შეიძლება არ გადაამოწმო. თვითონ დეზინფორმაცია თავის თავში იმ ორივე ფორმას აერთიანებს. შემთხვევით მოგივიდა, თუ გამიზნულად გააყალბე და ვიღაცისთვის კიდოდა რომ რაღაც ზიანი მიგეყენებინა. ძირითადად იმიჯის გაფუჭება ხდება ან თუ პოზიტიურია ლაიქების და მოწონებების მიმართულებით ხდება. ეს ტექსტი და შინაარსი გითხარით. ფოტოს შემთხვევაში უფრო მარტივია მიხვედრა. როგორც წესი ფილტრები ადებს ყალბი ინფორმაციასთან თუ ახლავს რაღაცა ფოტო, Instagram-ი იცით ხო, რაღაც ფერადი ფილტრებია. ძალიან ბევრი ფილტრი ედება, რომ ეს რედაქტირება არ ჩანდეს. არასტანდარტული ზომები არის, მაგალითად ზომები მარტივია, აი ტელეფონზე გაჩვენებთ. ან ვერტიკალურად ვიღებთ ხოლმე, ან ჰორიზონტალურად, ხო? თუ ხედავთ, რომ ფოტო სტანდარტული ზომიდან ან ძალიან ვიწროა, ან ძალიან ესე მოჭრილია გვერდებიდან, ესე იგი ვიღაცამ ვიღაცა წაშალა. ან არ უნდოდა რომ პირობითად ამბის ეს მხარე გენახათ. და რაღაცა ნაწილი მოიჭრა, აი ამას უნდა დავაკვირდეთ. და გარდა ამისა, არსებობს აპლიკაციები. მაგალითად Google-ს აქვს არაჩვეულებრივი ფუნქცია ფოტო ძებნა. პირდაპირ ეძებს. გვერდით ფოტოს ესეთი ლოგო აქვს, დააწყაპებთ, ფოტოს ატვირთავთ, დიდად 100-დან ალბათ, 60 შემთხვევაში ორიგინალს იპოვის. მეორე არის კიდე Thin Eye, ეწოდება thineye.com, ეს უფრო პროფესიონალური აპლიკაცია, აბსოლუტურად უფასოა ასევე. ამ აპლიკაციას შეუძლია რომ წლების მიხედვით დაგილაგოს პირველად საერთოდ ვინ ატვირთა ეს ფოტო სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ თუ ერთხელ აიტვირთა რაღაცა, ის არასდროს არ იშლება მეტამონაცემები, თქვენ შეიძლება Facebook-იდან წაშალოთ ფოტო, მაგრამ ის სადღაცა რჩება. აი ეს არის კიდე გადასარევი შემთხვევა ფოტოს შემთხვევაში, რომ მოვიძიოთ და გადავამოწმოთ. ვიდეოს შემთხვევაში უკვე ძალიან ბევრი იარაღი არსებობს. ხელოვნური ინტელექტით თუ არის დაგენერირებული, არაბუნებრივად პრიალებს. თუ დააგვირდით, არ ვიცი, რაღაცები ხელოვნურობის აი ეს სიბრიალე აქვს. ჩრდილები არასდროს არ არის სწორად განთავსებული. ჩრდილი არის ძალიან კარგი ინდიკატორი, საერთოდ ესეთი დიდი დახმაურებული შემთხვევა არსებობს. რუსეთის პატრიარქი ერთხელ გამოვიდა შეხვედრაზე ხალხთან. ეკეთა 20,000 ევროიანი საათი. და ისედო ხელი აი ასე დაახლოებით. მე მიხვდნენ რომ ხალხთან შეხვედრაზე 20,000 ევროიანი საათით გამოსვლა, როდესაც ხალხს ამდენი პრობლემა ჰქონდა, არ იქნებოდა სწორი. და მოაშორეს საათი. და ჩრდილი დაავიწყლათ. ეს ჩრდილი დარჩა. მე იკულიეს და შეამჩნიეს, რომ ჩრდილზე იყო უფრო დიდი ამბავი ატყდა იმის გამო, რომ საათი წაიშალა და მე ესეც კვლევის წიგნებში მოხვდა, რომ როგორ მივხვდეთ. ამიტომ ჩრდილებს დააკვირდით. თუ რაღაცას ან აქვს ჩრდილი, მაგრამ არ არის, ან ჩრდილი არ არის და ნივთი არის, მაშინ აუცილებლად რაღაცა გაყალბებული არის. ერთ კონკრეტულ ადამიანზე დაუწერიათ რომ გარდაიცვალაო, მაგრამ არ გარდაცვლილო. ესეც ცრუ ინფორმაცია იყო და შემდეგ უკვე მედიამაც რო დადო, უკვე დავიჯერე რომ ეს მართლა გარდაიცვალა, მაგრამ ამ დროს მედიაც შეცდა და მედიაც ცნობილი გაყალბების ფორმა არის ეგ, სიმართლე რო გითხრათ. სამბედნიეროდ საქართველოში ნაკლებად დაპრობირებული კი ხდება შემთხვევები, მე მახსოვს ერთხელ მოხდა აქაც ორი შემთხვევაა. პირველი, როდესაც დროში ცოტა დაასწრეს, ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ მაგალითად საავადმყოფოში არის ადამიანი და უკვე დაიდო ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ამ დროს არ დადასტურებულა, მეორე საერთოდ გაყალბებული. მაგალითად YouTube არხი არსებობს ერთი, რომელიც უბრალოდ ვერ წაშალეს, ანუ წლებია მუშაობენ სპეციალისტები, ვერ მოხერხდა ეს ამბავი. ყოველ დღე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიღაცა ცნობილი გარდაიცვალა. ყოველ დღე იმდენი ნახვა აქვს ამ YouTube არხს, ფიზიკურად ვერაფერს ვერ უშვებიან. ანუ ესეც მიზანი ზუსტად ის არის, რომ ბევრი ნახვა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრევენცია, ჯერ ეს ერთი თუ ტრადიციული მედია, განსაკუთრებით ტელემედია პირველ წყაროსთან, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებთან გადამოწმება ყოველთვის უნდა ხდებოდეს. თუ უბრალოდ ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელში და გვინდა მივხვდეთ ეს რეალობაა თუ არა, აქაც ბევრი გადამოწმების გზა არსებობს.
პირველი ძალიან სწრაფად განაახლებენ ხოლმე Google-ში არსებულ ინფორმაციას, წამებში. ძალიან ბევრი კვლევა არის ამაზე, გარდაცვალებისთანავე იდება ინფორმაცია, თუ დამოწმებულია. ეს ერთი. და მეორე, თუ ისედაც იცნობთ ამ ადამიანს, ოჯახის წევრიც გეცოდინებათ ან ვინმე ნებისმიერი ნაცნობი, აუცილებლად მარტივი მიმოწერით, სანამ გავაზიარებთ ამ ტიპის სენსაციურ ამბავს, მედიასაც ეხება ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის გადაამოწმოთ. ახლა აქ პრობლემა რა არის, იცით, სენსაციურობის ამბავი. გინდა რომ არ ჩამორჩე, გინდა რომ დაასწრო ყველას იმ ხელა დიდი ამბავია თუ თან ცნობილს ეხება. და აი გადამოწმებაზე დიდ დროს არ ხარჯავენ ხოლმე. სამწუხაროდ ძირითადად ეს ცოტა კერძო კომპანიებსაც უფრო ეხებათ, ვისი რეიტინგიც ამ ყველაფერზე დამოკიდებულია. ამიტომ ეს უკვე მარტივი ჟურნალისტური სტანდარტია, თუ ტელევიზიამ უნდა გადაიტანოს ეს ინფორმაცია, გადაამოწმოს და თუ ვინც პოსტავს, იმანაც იგივე თი უნდა იხემძვანელოს, თუ რა თქმა უნდა თავიდანვე მიზანი ის არ არის, რომ მოატყუოს ადამიანები და მოწონებები ჰქონდეს. ცოტა ხუმრობით ვიტყვი, რომ ერთი პერიოდი დედაჩემი ყოველ დილით მეუბნებოდა ერთ ცნობილ მომღერალზე, რომ გარდაიცვალაო. ყოველ დილით ხდება ეს ამბავი თან. არა გუშინ, არა დღეს მოხდაო. მერე მეორე დღეს იგივე მოხდებოდა და გაირკვა რომ ეს YouTube არხი გამოწერილი ჰქონია და იგივე ადამიანზე ყოველ დღე დებდნენ აი ამ ინფორმაციას. ცნობილი არ ყოფილა ეს ადამიანი, მაგრამ ახლობლურ წრეში მომხდარა ეს ყოველივე და ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ისეთ ადამიანს დაუდია ესეთი რაღაც ინფორმაცია, რომ ძალიან ცნობილი გვეგონა ეს გვერდი და ანუ სანდო გვეგონა. ანუ მაინტერესებს, რომ უნდა გადავამოწმოთ თუ არა გვერდი. აი ეს არის ხლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ინფორმაციისადმი სანდოობა გვერდის მიხედვით ფასდება. არის ბრენდები, არის გვერდები, რომლის გჯერა ეს წლების გამოცდილებიდან მოდის, მისი უბრალოდ პოზიციონირებიდან მოდის და ამას ვერაფერს ვერ უზამ. ეხლა ცოტა სუბიექტურ რაღაცას ვიყო, მე თუ რაღაც ამბავს ხედავ, მე აუცილებლად საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავდივარ, იმიტომ რომ ვიცი, რომ შეიძლება დააგვიანონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადამოწმებულს დადებენ. აი ეს მაგრამ არავინ არ არის დაზღვეული აი ამ ყველაფრისგან, მაგრამ აბსოლუტურად იდენტური შემთხვევა იყო ღაზას სექტორიდან, როდესაც ეს კონფლიქტი და ომი დაიწყო, რამდენიმე ვიდეო გავრცელდა ამ ხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა რაღაც მომენტში დავიჯერე. ვიდეო ნამდვილი იყო, უბრალოდ სხვა პერიოდიდან და სხვა რეალობიდან იყო ამოჭრილი. ვიდეოს რომ მივხვდი რომ ნამდვილი იყო, საერთოდ არ ვიფიქრე რომ შეიძლება სხვა დრო იყოს. ამ დროს წელიც სხვა იყო და საერთოდ იუმორისტულად გადაღებული ვიდეო იყო, რომელიც მე გამოიყენეს. შეიძლება იცოდეთ, ბავშვები ყავდათ გალიაში, ჩამწყვდეული. მე გაირკვა რომ რაღაცა სპექტაკლივით იყო და TikTok-ზე ედო ვიღაცას, რომელიღაცა მშობელს საერთოდ კრიზისთან და ომთან არანაირ კავშირში არ იყო. ეს ვიდეო მედიამაც გააზიარა, ბევრმა მათ შორის. ყველა ამბობდა რომ აი ღაზას სექტორში, ისრაელში, ესე იგი ბავშვები ყავთო გალიებშიო. მე რაღაც ერთი საათები დასჭირდა საზოგადოებას და ყველას, მათ შორის ექსპერტებს, რომ მიხვედრილიყვნენ, რომ ეს რეალობა არ იყო, ყველას ემართება, მაგრამ ესეც გაკვეთილია. მე მიხვდები, რომ როდესაც ამ ხელა სენსიტიური ამბავია, დრო. ყველაზე კარგი მეთოდი არის ეს, როდესაც გინდა რომ რაღაცა გააზიარო, 10-დან 1-მდე უნდა დათვალო, დამშვიდდე და საკუთარ თავს კითხო, რამდენად არგებს დღეს მე ვიზრავ არგეს ამბავია, რამდენად არგებს ეს ინფორმაცია ჩემს მეგობრებს, რამდენად ჭირდებათ. ახალს რას ვაწვდი? ხო? აი ამ კითხვებს თუ პასუხი გაეცა, რომ სასარგებლოა, ნამდვილად გადამოწმებულია, არავის არაფერს არ ავნებს, შეგიძლიათ თამამად გააზიაროთ ეს ინფორმაცია და თუ მარტო არის ესეთი სინდრომი. ლათინურად FOMO ქვია, ქართულად კონკრეტული ესეთი აბრევიატურა არ აქვს, ეს არის fear of missing out, რაღაცისგან ჩამორჩენის ფობია. აი ამბებს აზიარებ მუდმივად იმისთვის, რომ არ ჩამორჩენ ინფორმაციულ ბუშტს, რომელიც არსებობს. აზიარებ, დაუფიქრავად
აზიარებ ხშირად და მე ხდება ის რომ საკუთარ მეგობრებს ატყუებ და ესეც დადასტურებული ფაქტია რომ მეგობრისგან გაზიარებული უფრო გჯერა ეს ახლა მით უმეტეს მე მაგალითად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს რომ აღარაფერს აღარ ვაზიარებ იმიტომ მე თუ ვაზიარებ ესე იგი იციან რომ აი გადამოწმებ და ან ნახავ და ამიტომ გავჩერდი რაღაც ეტაპზე არ გავაზიარებ თუ ვაზიარებ და მე რაღაც ინფორმაცია იცვლება აუცილებლად ვწერო განახლება ეს ასე მოხდა ან ეს ასე შეიცვალა იმიტომ რომ ზიანი ამ ყველაფრისგან ზოგჯერ იმაზე მეტია ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აი რა უნდა გავაკეთოთ მოზარდებმა, უფრო მოზარდებზე მაინტერესებს, რომ ყალბი ინფორმაცია მარტივად გავარჩიოთ. თან მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან შემოვიდა AI-ით გაკეთებული ფოტო იქნება თუ ვიდეო. დამეთანხმებით. რთულია ხოლმე გარჩევა უფროსებს. და რაც დრო გადის, უფრო ვითარდება. ეს ყველაფერი. კარგი ამბავი არის ის, რომ დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმებია Facebook, Instagram, TikTok. კვლევა ჩატარდა ახლა რამდენიმე დღის წინ და დადასტურდა რომ TikTok-ის მომხმარებელს უფრო ნაკლებად ჯერა ხელოვნური ინტელექტის ვიდრე Facebook-ის მომხმარებელს. უფრო მათ თუ ჩავალთ ამ კვლევაში მე დავინახავთ რომ მოზარდები მეტია TikTok-ზე, ანუ ახალგაზრდები, ასაკობრივი კატეგორია უფრო მაღალია 50 ზემოთ Facebook-ზე, მათ უფრო შეერათ. ანუ ახალგაზრდები უფრო მზად არიან ამ ტექნოლოგიური ბუმისთვის და ცვლილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავის დაცვა არ არის საჭირო, პირიქით, ახალგაზრდების შემთხვევაში უფრო საჭიროა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს იქიდან გავლენა, რომ არასრულწლოვანია და მასზე მეტი გავლენა მოახდინოს ფსიქოლოგიური ჭრილით, ვიდრე უკვე მოზარდ, ასე ვთქვათ, ადამიანზე. პირველი რჩევა, რაც ყველასთან მაქვს და მათ შორის მოზარდებზე ყველაზე ეს არის საკუთარი ბაბლის, ბუშტის და საკუთარი ალგორითმის კონტროლი. ნახეთ რა ხდება. თქვენ ერთხელ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოს ბოლომდე უყურებთ. მეორე თუ არა, მესამე ვიდეო ისევ იგივე წამოვა. მეოთხეც. თუ დააკვირდით, არის ზოგჯერ ხდება, რომ რაღაცა გამახსენდა, იქ დავძებნე და უცებ ყველა რეკლამა და ყველა ვიდეო ამ თემას ეხება. ალგორითმი გთავაზობთ იმას, რაც თქვენ უკვე ნანახი გაქვთ. ამიტომ ყველას ვურჩევ, განსაკუთრებით მოზარდებს, ალგორითმი მოატყუონ. როგორ ვატყუებთ ახლა ალგორითმს, ხო? ესეც საინტერესოა. აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებიდან, რაღაც დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში უყურეთ ვიდეოებს. ჯერ უყურეთ რა ვიცი, რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებით, თეატრთან დაკავშირებით, მერე უცებ გადადიხართ სპორტზე. და სპორტიდან ისევ გადადიხართ კვანტურ ფიზიკაზე. ალგორითმი ვერ ხვდება თქვენს ინტერესს მერე და გთავაზობთ ყველაფერს, რაც შეიძლება რომ შემოგთავაზოთ. ამით თქვენი ალგორითმი იცლება აი მავნე ინფორმაციისგან და პირიქით ბევრი კარგი ამბავი მოდის თქვენთან. თუ მუდმივად ასკროლავთ და გაჩერდებით, რაც ყველაზე მთავარია, ერთი შინაარსის ვიდეოზე, მეტი არის შანსი, რომ ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოები მოვიდეს. იმიტომ რომ ალგორითმი იმაზე უფრო კარგად მუშაობს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტს რა არა აქვს, ქართული კარგად არ იცის. ეს უკვე კარგია. საერთოდ ქართულის ამბავი ყველა შემთხვევაში მოქმედებს, წერილობითშიც და ვიდეოებშიც. ძალიან ხშირად პირის მოძრაობა, მაგალითად და გახმოვანება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასაც უნდა დავაკვირდეთ და კიდე არის საკვანძო კისერი. ზოგჯერ ხდება, რომ მაგალითად აი ეს ზის ადამიანი და არაფერი არ მოძრაობს, საერთოდ არაფერი არ მოძრაობს, მარტო აი ტუჩები. ან თუ ბუნებრივია ეს მოძრაობა, მე რო გიყურებთ, კისერიც აქეთ მოდის, აქეთ თუ გავიხედე, თუ ეს ბუნებრივი მოძრაობები არ არის და მარტო ტუჩის მოძრაობა, ესეც უკვე ვიდეო ალბომებზე გადადის. რატო ვისაუბრე ვიდეოზე? ახალგაზრდების შემთხვევაში ვიდეო უფრო გავლენიანია. იმიტომ ვიცი და პრინციპი არის, აი დავინახე, ესე იგი არსებობს რაღაცა უფრო რეალობასთან არის დაკავშირებული და შემდეგი რჩევა, რაც ყოველთვის მაქვს, ასევე კომენტარების გადამოწმება. ყოველთვის არის ვიღაცა ერთი ჭკვიანი, ვინც წერს, რომ ეს არ არის ნამდვილი. ახალგაზრდებისთვის ვამბობ, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ ამას გადახედოთ და აკონტროლოთ.
მაგრამ აქაც ახლა შეიძლება არსებობდეს სრულად გენიალურად გაყალბებული ამბავი. ამიტომ ჩემი რჩევა ყველას არის, რომ არაფერს არ დაიჯეროთ პირველივე წამიდან. ყოველთვის გადაამოწმეთ. დაინახეთ ინფორმაცია, რომ Apple-ზე თვითმფრინავი დაეცა, რა უნდა Google-ში გადამოწმებას. ჩაწერთ ან BBC, ან CNN, ესე სანდო წყაროები, ვიღაცას მაინც ხო უნდა ჰქონდეს რეალურად ეს ყველაფერი დაწერილი. და კიდე სამი წყაროს პრინციპი არსებობს, რომელიც დამავიწყდა, რომ ამის წინ მე თქვა, ამბავს უნდა მინიმუმ ჰქონდეს სამი წყარო, ეს ჟურნალისტური ეს არის მიდგომა, მაგრამ ყალბი ინფორმაციაში აბსოლუტურად იგივენაირად მუშაობს. თუ რაღაც ამბავზე მარტო ერთი მედია წერს, ერთი Facebook გვერდი, ან ვიღაცა ერთს უდევს ვიდეო, ესე იგი სანდოობას ნაკლებად იწვევს, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა, ბევრგან იქნება. ბევრი გადააზიარებს და წყაროები და ბრენდები და კომპანიების განსხვავებული იქნება. თუ ერთთან დევს, უკვე ეს იწვევს რაღაც კითხვებს ამ შემთხვევაში. ბევრი კი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინტერესებს აი ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებთ და რატომ არის საჭირო კრიტიკული აზროვნება. როგორც კითხვა-წერა დაახლოებით. საერთოდ ყველაზე სწორი სიტყვა დღეს რა სიტყვა ითქვა არის ეს კრიტიკული აზროვნება. იმიტომ რომ გადამოწმების ყველაზე სწორი გზაც კრიტიკულ აზროვნებაზე გადის. თუ ყველაფერს თუ უყურებ აი ამ კრიტიკოსის თვალით, რომ აი ნამდვილად მოხდა თუ არა, ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, ნამდვილი ინფორმაციის მიღების დროსაც კი მაშინ ნაკლებად არის შესაძლებელი რომ მოტყუვდე კიდე სხვა რაღაცა ინფორმაციას რო გავლენა ჰქონდეს შენზე, ნეგატიური ან პოზიტიური, იმიტომ რომ კრიტიკულად თუ აზროვნებს ადამიანი, მაქსიმალურამდე მცირდება ინფორმაციის გავლენა მასზე. ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ინფორმაციას უნდა მივუდგეთ აი ამ კრიტიკით. 1,000,000%-ით თუ დარწმუნებული ვარ. მაგალითად, მოგწერა კლასელმა რაღაცა ლინკი ჩაგიგდო, ბმული. არ გადადიხარ ამ ბმულზე. არ უნდა გადახვიდე. აუცილებლად უნდა კითხო. ლაშა. რატო გამომიგზავნე ეს ბმული? ლაშა გეტყვის, მე არ გამომიგზავნია, საიდან მოიტანე. გაირკვევა რომ ლაშას გვერდი გატეხეს, ლაშერს საერთოდ არაფერს შუაში არ არის. აი თუ აი ეს განწყობა გვექნება, ანუ ყველაფრის მიმართ ეს ცოტა კრიტიკულობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე ნეგატიური კომენტარები უნდა ვწეროთ და რაღაც ზოგს კრიტიკული მიდგომა ეს გონია. არა, კრიტიკული მიდგომა ინფორმაციასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ყოველთვის გადის კითხვებზე. ყოველთვის უნდა დაუსვა საკუთარ თავს, ან იმ ინფორმაციას, რომელსაც კითხულობ, კითხვა, რატომ, როგორ, რისთვის. აი ამ კითხვებზე პასუხს რო გასცემ დამიჯერე, თავად გახვალ იმ იდეაზე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება ნამდვილი. მეორე, რატო გავუზიარო ეს ამბავი სხვებს? და მესამე, რატომ კითხვა თუ არსებობს განსაკუთრებით ახალგაზრდაში, ის ყოველთვის ჩავა სიღრმეში. კრიტიკულად მიუდგება, იმიტომ რომ ყოველთვის აინტერესებს რატომ. რატომ დაწერეს მაგალითად, რომ ეს თვითმფრინავი დაეცა Apple-ის კოშკზე, ეს ამბავს დღეს ძალიან ესე ბევრჯერ ვახსენე. აი ეს რატომ თუ არის აუცილებლად გადაამოწმებ. ამიტომ ეს რატომ ახალგაზრდებში თუ სულ ცოცხალი იქნება, ინტერესიც მეტი იქნება, კრიტიკული ინტერესიც მეტი იქნება და მეცაც ისწავლი აუცილებლად. და სწავლა, განათლება უკვე გადის იმაზე, რომ კრიტიკულად იქნები განწყობილი. რატო ვამბობთ მედია წიგნიერებას? ბევრს მედია წიგნიერება და მედია წიგნიერების დონის ამაღლება გონია მარტო ის, რომ იცის, მაგალითად, დეზინფორმაცია გაარჩია ნამდვილი ამბისგან. არ არის მედია წიგნიერება პირიქით გულისხმობს ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით განათლებულია და კითხვა რატომ მისთვის მუდმივად ცოცხალია. ის კი არა რომ დღეს მოჩა მე ყველაფერი ვიცი, ამ ერთ პოდკასტს უყურე და ყველაფერი ვიცი. შეუძლებელია, ხო? ამიტომ ეს რატომ თუ იქნება და კრიტიკული განწყობა, რომ არ ვიცი მე ეს. მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, მშვენივრად ასახავს ამ შემთხვევას. თუ საკუთარ თავთან ეს გექნება, რომ რაღაცა მეტი ვისწავლო, აუცილებლად შენს კრიტიკულად მიუდგები სხვის მიერ დაწერილ ინფორმაციას და ეს ყოველთვის კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩემთვის ხშირად ჩაუგდიათ ეს ლინკები,
და სხვათა შორის გადავედი, მაგრამ იყო იქ დასარეგისტრირებელი და შემეშინდა და არ დავრეგისტრირდი, მე გამოვედი უკან. და მე რომ გავიგე რომ ბევრმა ჩამიგდო კიდე, აი მან დავეჭვდი და ვიკითხე და ეგრე მითხრე ზუსტად რომ არ გადახვიდე. ჩვენ არ ჩაგვიგია. ხო, არ გადახვიდე. ეს ძალიან კარგი შემთხვევა, თან ორი ამბავი აქვს ამას. პირველი, რომ გადადიხარ და პირად მონაცემებს გთხოვს, ასე იციან ხოლმე. თქვენ მოიგეთ 200 ლარი, თქვენი ID პირადობის ნომერი და ტელეფონი ჩაწერეთ და დაგერიცხებათ ხვალ. ჩემ მეზობელს მოვიდა ეს. ეს პირველი შემთხვევა. და მეორე, ვინც გადადის იმათის სახელით, ავტომატურად სხვა მეგობრებს ეგზავნებათ ხოლმე. ამიტომ ამბობ, მეგობრს კითხეთ, შენ გამომაგზავნე? არა, გამომიგზავნე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და მესამე არის თუ მულზე გადახვალ ვირუსი შემოდის ან კომპიუტერში ან ტელეფონში, მე შენი Facebook-ით ხდება და ესე უგზავნიან ყველას. აქაც ძალიან კარგი ამოსაცნობი ღილაკი და ინსტრუმენტი მაქვს მე. მულს დააგვერდით. მაგალითად, თუ რომელიმე ბრენდია, ხო? რა ვიცი, კონკრეტული ბრენდი. პირობითად ბეჭედი. ბრენდს ქვია ბეჭედი, დავუშვათ. ბეჭედი G იქნება. ან ბეჭედი.com და მაქსიმუმ ხო მეტი რა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში როდესაც გაყალბებულია ლინკში ან ბმულში რაც რო შეხედავთ ეს www წერტილი და ბმული არასდროს არ არის ერთი სრული სიტყვა. არის pjkl 56 dcki.com არ არის. თუ ეს ბრენდია, რომელიც გთავაზობს რაღაც რეკლამას ან მოგების საშუალებას გაძლევს, აუცილებლად ბრენდის სახელმა უნდა უნდა იყოს ბმულში, სრულად თან. ხა ნამდვილად ამ ბრენდებს აქვთ ის შესაძლებლობები, რომ საიტი ერთი ბმული გააკეთონ ლოგიკური. თუ ეს ბმული არის აი ციფრების და ასოების უაზრო აბსოლუტურად კომბინაცია, 100-დან 100 შემთხვევაში ყალბია. არ უნდა გადახვიდეთ საერთოდ ამ ტიპის ბმულზე. და მეორე შემთხვევაც არის, როდესაც გიგზავნიან ფაილებს. დაზიპული ფაილებია, დააწყაპე რომ გადმოიწერო. აუცილებლად ასეთ შემთხვევაშიც კითხვა. შენ გამომიგზავნე, რატომ გამომიგზავნე, რა შეიძლება? თან წარწერა ჰქონდა, როგორც მახსოვს, ეს შენ არ ხარო და სიცილის ხო, ეგ ძალიან ხშირი შემთხვევა. დაახლოებით თითქოს იმან მოგწერა, ლაშა. ჩემთანაც მოსულა ეგ სხვათა შორის, ეს მე რაზეც ვსაუბრობ, ის არის რაღაც კონკურსივით არის, გადადი და მოიგე. ხო. ესეთი წარწერა აქვს და ეს უფრო ცუდია კიდე. იმიტომ რომ ახლა შეიძლება მეგობარმა მოგწეროს, რომ ეს შენ არ ხარ და დააწყაპე და გადახვედი. ეს უფრო გავრცელებული შემთხვევა იყო კიდე. ერთი პერიოდი ყველასთან მიდიოდა. WhatsApp-შიც კი აგზავნიდნენ სხვათა შორის. დღემდე არის. ამიტომ ეს უნდა აუცილებლად ვიცოდეთ, რომ მარტო სოციალურ ქსელს ახლა Facebook-ი და Instagram-ი გგონია ხოლმე და WhatsApp-ი და Message-ითაც აბსოლუტურად იგივენაირად მოდის. ერთი რაღაცა დაგვავიწოდა. როდესაც საქართველოში ახალი გადამზიდი კომპანია შემოვიდა, უცხოეთიდან ეს გაყიდვების გვერდი SMS-ად მოგვდიოდა, თქვენი ამათ ჩამოსულია. არ მაქვს მე არანაირ ამანათი რაღაცა სად უნდა მოვიდე და გადადი მულზე და ნახე, გადადიხარ მულზე და ყველაფერი არის იმ ამანათის გარდა. აი ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და მოდიოდა აბსოლუტურად არანორმალური ნომრებისგან. აქაც რაღაცა წარწერები იყო, რაღაცა გადამზიდი, ისე PJL გადამზიდი. ერთი შემთხვევაც არის, ახლა ძალიან გამახსენდა უცებ, არაქართული ნომრებიდან ტელეფონზე ზარები. ზარებიც და სხვათა შორის ზარიც იყო ჩემთან შემოსული და SMS-ადაც იყო მოსული, რომ შენ ავტომობილის ჯარიმა რა ავტომობილი ჯარიმა მიიღე და არ ღვიაო საგზაო წესებიო და ამის გამო გადასახდელი გაქვსო ჯარიმა ოღონდ ქვეყანა იფრთხილება და მაგას უნდა დავაკვირდე. დიახ, არც მანქანის ნომერი, მე საერთოდ მანქანას დანერა, დიახ. და ნომერსაც დავაკვირდი და 2 რაღაც უცხოური ნომრები იყო, დიახ. დარეკვა ძალიან ხშირი არის. აი წერია რა, მაგალითად ჩემთან რატომღაც აბუ-დაბი და ასეთი რაღაცა 22 რაღაცა ავსტრალიის რომელიღაცა ჯუნგლებიდან მოდის ხოლმე ზარები და ნუ იქ ხვდები რომ ხლა იქიდან არავინ არ დაგინეკავდა. მაგრამ აი ამ პასუხი ამაზე ავტომატურად ნიშნავს რომ შენი სახელი წავა ძალიან ბევრი მესიჯი მეგობრებთან, ძირითადად WhatsApp-ით, ეს უკვე Facebook-ს არ ეხება და ესეც გადასამოწმული. ეს ცოტა ასეთი მტკივნეულო არ მინდა ამაზე ვთქვა, ისეთია. მაქსიმუმ 100 ლარი დაკარგო, 200 ლარი დაკარგო, შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი არ დაემართება, მაგრამ არის ისტორიულად შემთხვევები,
როდესაც აი ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ ადამიანის გარდაცვალებას და თვითმკვლელობას ასე დასრულდა ყოველ შემთხვევაში. აი იგივე ძველ რომში მარკუს ანტონიუსის და ოქტავიანე ავგუსტუსის დაპირისპირება ძალიან საინტერესო. ერთი იყო ძალიან საყვარელი პერსონაჟი ხალხის მხრიდან, მეორე არ უყვარდათ, ორივე იბრძოდა ლიდერობისთვის და ავგუსტუსმა ოქროს მონეტები დაბეჭდა, მაშინ მედია არ იყო არც სოციალური ქსელი. ოქროს მონეტებზე ასახა ანტონიუსი როგორც მონა, ასე რომ ვთქვათ, კლეოპატრას მონა და ხალხს დაურიგეს ეს ოქროს მონეტები, ბუნებრივია ოქროს მონეტებზე უარი არავინ არ თქვა, იმიტომ რომ ოქრო იყო და ხალხში გავრცელდა ეს ამბავი, რომ ლიდერი როგორ უნდა იყოს, მონა არის. მე აქტიუმის ბრძოლა იყო, იქ დამარცხდა, იმიტომ რომ მორალურად ისეთ ცუდად იყო, წარმოიდგინეთ ხალხი, რომელსაც უყვარდი სულ მონაზე ეძახეს. აქტიუმის ბრძოლაში აი ამ მუდმივ დეპრესიული ფონის გამო დამარცხდა და მე ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულდა. ხშირად ისტორია სხვანაირად ყვება ამ ამბავს, ფილმიც კი სხვანაირად არის გადაღებული, მაგრამ მეცნიერულად ასე ამბობენ, რომ აი ამ ერთმა манипуляციამ გამოიწვია ეს და მინდა რომ ხალხმაც იცოდეს რა დონის ნეგატიური განვითარება შეიძლება ჰქონდეს. შემთვის ხუმრობა, სხვისთვის ძალიან ფსიქოლოგიურად ესეთი გავლენიანი ამბავი. ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და ბევრი რჩევები მივიღეთ თქვენგან, მაგრამ კიდევ რა რჩევას მოგცემდით, სანამ დაგემშვიდობებით? ამოუწურავი ამბავია ჩემთვის სოციალური მედია ყალბი ინფორმაცია, მაგრამ თავარი ესეთი რჩევები ჩავშალოთ, ხო? ბულეტებად, რასაც აუცილებლად ვაკვირდებით. ყოველთვის ვაკვირდებით გვერდს, რომელიც აზიარებს კონკრეტულ ინფორმაციას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ფოტო, ვიდეო, ტექსტი, ყოველთვის გვერდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ყოველთვის ვაკვირდებით ამ ამბის კომენტარებს, გაზიარებებს, აღწერაში აწერია, იმიტომ რომ თუ არ არის რეალობა, აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომენტარებში ვიღაცა ერთი მაინც იტყვის რომ ეს ასე არ იყო. მესამე, ყოველთვის ვაკვირდებით თარიღს. როდის არის კონკრეტული ინფორმაცია გამოქვეყნებული, ვინ გამოქვეყნა უკვე ვთქვით, თუ თარიღი არ წერია, ფოტოსურათს ვიღებთ, ვიყენებთ Google-ის გადამოწმების აპლიკაციაც არ არის პირდაპირ Google-ში არის, Google გვეუბნება რომ ამა და ამ თარიღის ინფორმაცია არის. აუცილებლად ვკითხულობთ ამბავს ბოლომდე. სათაური ძალიან ხშირად არის სხვა, სათაურს კითხულობენ ხოლმე და აზიარებენ. არც გადადიან, შიგნით რომ ნახონ გაგრძელება რა აქვს ამ ყველაფერს. ან დააწყაპონ და გადახვიდე. კვლევები არის 70% მომხმარებლის მარტო სათაურით აზიარებს ინფორმაციას, არ გადადის. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა ასე რომ მოვიქცეთ, გადავიდეთ, წავიკითხოთ. თუ მთლიანად წავიკითხეთ და მაინც გვინდა რომ გავაზიაროთ ეს ინფორმაცია, კი ბატონო, გავაზიაროთ, მაგრამ კიდე ერთი რაღაცაც აუცილებლად ვქნათ. ნახოთ, ამ ამბავს ერთი კონკრეტული ავტორი ყავს თუ არა. როგორც წესი, ყალბი ინფორმაციას ავტორი არ ყავს. იმიტომ რომ არაფერს არ უნდა რომ მისი სახელი ყალბი ინფორმაციასთან იყოს დაკავშირებული, ხო? და ავტორი არასდროს არ არის და სათაური არ უნდა იყოს სენსაციური. მაქსიმალურად ინფორმაციული უნდა იყოს. და მოხდა ესა და ეს მორჩა. ის კი არა რომ აიმე ჩვენ გადავრჩებით ან საოცარი სასწაული ინფორმაცია. მაქსიმალურად ინფორმაციული და აკადემიური ენით უნდა იყოს ნამდვილი ამბავი დაწერილი, ფოტოს შემთხვევაში ყოველთვის გადავამოწმოთ. კრიტიკულად ვიყოთ ძალიან განწყობილები ნებისმიერი ამბის მიმართ, იქნება ეს ძალიან პოზიტიური თუ ძალიან ნეგატიური. ჩემ დროს ყველაზე აქტიური ყალბი ამბავი ვიცით რა იყო 12 წლის წინ. სკოლის გამოცდები აღარ იქნება. ჩემ დროს მე-12 კლასში კატის გამოცდები იყო და კვირაში ერთხელ დებდნენ ამბავს რომ აღარ იქნებაო. საბოლოოდ ჩავაბარე რა თქმა უნდა ეს კაცის გამოცდები, მაგრამ ყოველ დღე მქონდა განცდა რომ დედა შეიძლება არ იყოს. ამიტომ აი ეს გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში. ბოლო ესეთი რჩევა ოფიციალურ წყაროებთან. თუ განათლებას ეხება, აუცილებლად გადავხედოთ. განათლების სამინისტროს გვერდია, ეროვნული ცენტრია გამოცდების. თუ კულტურას ეხება, კულტურის სამინისტროს გადავხედოთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავამოწმოთ. რა სფეროსაც ეხება, ვეცადოთ რომ იმ სფეროს ადამიანებს ვკითხოთ. თეატრი შეიძლება იყოს თეატრთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი, ხო? აი
ვიღაცა გეყოლებათ, არ არსებობს, არ გყავდეთ მეგობარი, რომელმაც რაღაცა სფეროში ეს არიცის და ყველაზე კარგი გზა მაინც ჩემი აზრით ეს არის სხვა ადამიანთან გადამოწმება. თუმცა ზოგჯერ ისინი ჭორაობენ ხოლმე, ზოგჯერ იმათაც ეშლებათ, მაშინ სამი წყაროს პრინციპი იქნება საუკეთესო რჩევა. სამი წყაროს პრინციპი და კრიტიკული მიდგომა ნებისმიერ ინფორმაციასთან. უღრმესი მადლობა ქალბატონო ლიანა ძალიან საინტერესო რჩევებისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ლიანა მარქარიანი, ჟურნალისტი და მედია მკვლევარი. მივიღეთ ძალიან ბევრი რჩევები და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. დღევანდელი თემა იყო ყალბი ინფორმაცია და ინტერნეტში ტყუილების ამოცნობა. ჩვენ კი გემშვიდობებით. იმედი მაქვს, ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტ დეტალს მივაქცევთ ყურადღებას. ნახვამდის. ისევ შევხვდებით საჭირო პოდკასტით ჩვენ სტუმრებთან ერთად.